снова рождаться в материальном мире, то в теле человека, то в теле полубога, а то и в теле собаки или кошки. Зачем напрасно тратим свое время? Кришна говорит в Бхагавад-гите 8.15. Маму Петя Унарджанма Дукхалая Машашватам Напнуванти Махатманха Самсидхим Парамам Гатаха. Достигнув моей обители, великие души йоги преданные никогда больше не возвращаются в этот бренный, полный страданий мир, ибо они обрели высшее совершенство. Мы должны заботиться лишь о том, чтобы навсегда освободиться от оков рождения и смерти, чтобы достичь наивысшего совершенства, стать приближенными к Верховного Царя в Его духовном царстве. В этих стихах сыновья Дакши, понявшие эту истину, задают один и тот же вопрос. Ким асад карма бхир бавет? Что пользы трудиться ради приходящих благ? Конец комментария. Я как-то проблема была с интернетом. Закончили? Да, прочитали уже? Да, не слышно было меня? Да, у меня просто была проблема с интернетом, и Zoom отключился. Я сейчас прочитаю тоже. Сейчас. Харе Кришна. Я как-то потерял управление сейчас. ლუკა, შენ ხომ არ გაქვს ჰოსტი ახლა? ვინ გახდა ჰოსტი, არ ვიცი. კი, მე შეგიძლია გადმომცე? გადმოგცემ ახლა. კაი. Сейчас. მაინც არ გადმომიცი ჩემ მგონი. მე მგონი შენ რეკლეიმი უნდა გავუკეთო, მაგრამ კაი მოგცემ ახლა. მე host. აჰა. გახადე host. მაინც არ ხარ host-ი? კიდე კი ვარ. ეხლა ვარ. კარგი, წავიკითხოთ სიტყვასიტყვით თარგმანი. უმან ადამიანი ნა არ ევა მართლაც ეტი ბრუნდება იად რომლიდანაც გატვა წასული ბილას ვარგამ პატალად ცნობილი დაბალ პლანეტარულ სისტემაზე ვატა წარსული იადჰა მსგავსად პრატიაკ თამა სულიერი სამყაროს ნათება ავიდია უგუნური კაცის იჰა აქ მატერიალურ სამყაროში კი რა სარგებელი ასად კარმაბჰი წარმავალი კარმული საქმიანობისგან ფავეთ შეიძლება მოიტანონ თარგმანი ნარადამუნის ნათქვამი რომ არსებობს ბილა ანუ ჰარო საიდანაც ამოსვლა შეუძლებელია ჰარიაშვებმა შემდეგნაირად გაიგეს არავინ უნახავთ იმ ადგილიდან პატალად წოდებული დაბალი პლანეტებიდან დაბრუნებული ასევე ის ვინც ვაიკუნთა თამაში პრატიაკ თამაში შეაღწევს მატერიალურ სამყაროში აღარ ბრუნდება თუ კი არსებობს ისეთი ადგილი საიდანაც ტანჯვით ახსავსე სოდავ მატერიალურ ყოფიერებაში აღარ მოგვიწევს დაბრუნება რა აზრი აქვს წარმავალ მატერიალურ სამყაროში მაიმუნივით ხტუნვას თუ კი ეს ადგილი უნახავი ან უცნობით დაგვრჩა რას გვარგებს ყველაფერი ეს კომენტარები როგორც ბჰაგავად-გიტაშია ნათქვამი 15:6 არსებობს მხარე საიდანაც ცოცხალი არსება მატერიალურ სამყაროში აღარ ბრუნდება ეს ადგილი ბევრგანაა აღწერილი კიდევ ერთგან ბჰაგავად-გიტაში კრიშნა ამბობს ვინც ჩემი
მოვლენებისა და საქმიანობების ტრანსცენდენტური ბუნება იცის, სხეულის დატოვების შემდეგ აღარ იბადება მატერიალურ სამყაროში, არამედ ჩემს მარადილ სავანეს აღწევს. ო არჯუნა, თუ კი შეძლებთ კრიშნას ჭეშმარიტ ცნობიერებას, რომელსაც მეფე უწოდა ნარადამ, დავტოვებთ მატერიალურ სხეულს და აღარასდროს დავბრუნდებით აქ. ამას ეხება შრიმად ბჰაგავატამის ეს ლექსიც. ცოცხალი არსება აღარ მოდის მატერიალურ სამყაროში, იგი ბრუნდება შინ ღმერთთან, სადაც მარადი ნეტარებითა და ცოდნით სავსე ცხოვრებას ელოდება. მას რატომ არ ვისწრაფვით მისკენ? რატომ გვინდა კვლავ მატერიალურ სამყაროში დაბადება, ხან ადამიანად, ხან ნახევარმღერთად და ხან კატად ან ძაღლად? რა აზრი აქვს დროის ასეთ ლანგვას? კრიშნა გარკვევით ამბობს ბჰაგავად გიტაში. ჩემთან მოღწევის შემდეგ დიადისშულები, რომლებიც უფლის ერთგული იოგები არიან, აღარასდროს ბრუნდებიან ამ ტანჯვით სავსე წარმავალ მატერიალურ სამყაროს, რადგან უმაღლესი სრულქმნა აქვთ მოპოვებული. ადამიანს სინამდვილეში ერთი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, თავი დააღწიოს დაბადება სიკვდილის წრებრუნვას და მიაღწიოს უმაღლეს სრულქმნას სულიერ სამყაროში, უზენაეს მეფესთან სიახლოვით. ამ ლექსებში დაქშას შვილები ჩასწვდნენ რა ამ ჭეშმარიტებას კვლავ და კვლავ იმეორებენ ერთ შეკითხვას. რა აზრი აქვს შრომას წარმავალი ანგარებითი საქმიანობისთვის? Все, да? Окей, прочитаем. Мангалачараны. Умагьяна Тимирандасья, Генаджана Шалакая, Чакшурун Милитам Яна Тасмай Шри Гураве Намаха. Шри Чайтанья Манабиштам Стапитам Ена Бутале Своям Рупа Кадама Гьям Дадати Сва Падантикам. Вандехам Шри Гурум Шри Утапада Камалам Шри Гурум Вайшнавам Ча Шри Рупам Саграджатам Сахагана Рагунатам Витам Там Садживам Садвайтам Савадутам Париджана Сахитам Кришна Чайтанья Девам Шри Радха Кришна Падам Сахагана Лалита Шри Вишакха Витамшча He Krishna Karuna Sindho Dinabandho Jagatpate Gopisha Gopika Kanta Radha Kanta Namostute Tapta Kanchana Gaurangi Radhe Vrindavaneshwari Vrishabhanu Sute Devi Pranamami Hari Priye Vanchakalpatarubhyascha Kripa Sindhu Vyevacha Patitanam Pavanebhyo Vaishnavebhyo Namo Namaha Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Shri Vasadi Gaura Bhakta Vrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare Namam Vishnu Padaya Krishna Prishnaya Bhutale Shrimate Bhaktivedanta Swami Nitinamine Намасте Сарасвати Деви Гауравани Прачарине Нирвишеша Шуньявади Паштетяде Шатарине. Харе Кришна, еще раз стих прочитаем. Уман Найвайти Яд Гатва, Ила Сваргам готовит Ха, Протек Хама Видайха, Ким Асад Кармабир Бавет. Слова Нарады Муни о яме, из которой невозможно выбраться, Харьяшвы истолковали так. То место, откуда еще никто не вернулся, это Патала, низшая планетная система. Точно так же человек, попавший в Вайкунтха-дхаму, Пратьяктхаму, уже не вернется в материальный мир. Если есть такое место, достигнув которого уже не нужно возвращаться к жалкому материальному существованию, то какой смысл скакать подобно обезьянам в этом бренном мире и не попытаться увидеть это место или узнать о нем? ნარადა მუნის ნათქვამი, რომ არსებობს ბილა, ანუ საიდანაც ამოსვლა შეუძლებელია, ჰარი ვამშებმა შემდეგნაირად გაიგეს. არავინ უნახავთ იმ ადგილიდან,
პატალად წოდებული დაბალი პლანეტებიდან დაბრუნებული. ასევე ის, ვინც ვაიკუნთა თამაში, პრატიაკ თამაში შეახწევს, მატერიალურ სამყაროში აღარ ბრუნდება. თუ კი არსებობს ისეთი ადგილი, საიდანაც ტანჯვით სავსეს ცოდავ მატერიალურ ყოფიერებაში აღარ მოგვიწევს დაბრუნება. რაღა აზრი აქვს წარმოვალ მატერიალურ სამყაროში მაიმუნივით ხტუნვას, თუ კი ეს ადგილი უნახავი ან უცნობი დაგვრჩა. რას გვარგებს ყველაფერი ეს? Итак, здесь мы слушаем то, как Харьяшвы, ну, Шукадева Госвами рассказывает, как Харьяшвы поняли очень такое эзотерическое наставление Нарады Муни. აქ შუკადევა გოსვამი ხსნის, როგორ გაიგეს ჰარიაშვებმა ნარადა მუნის ძალიან ეზოთერული დარიგებები. Пада, конечно, бесподобен. В своем переводе он добавил, какой смысл скакать подобно обезьянам. Хотя в санскрите этого нет. შილა პრაბჰუდამ დაამატა თავის თარგმანში, რა აზრი აქვს მაიმუნებივით ხტუნვასო, მაგრამ სანსკრიტში ეს არ არის. Да, Пада, конечно, потрясающий. Вот, ну, интересно, что наставления действительно очень эзотерические, как бы вот, если бы не какие-то объяснения Ачарьев и перевод Шрилы Прабхупады, ну, разве можно было бы как-то вот дойти до этого, прочитав наставление, там, 4 стиха, Нарада Муни говорит все. სინამდვილეში დარიგებები ნამდვილად ეზოთერულია და თარგმანი და კომენტარები რომ არ ქონდეს შილა პრაბჰუპადას აჩარიების განმარტებები ჩვენ ძალიან რთული იქნებოდა ამის გაგება. Вот, то есть там Нарада говорил там о царстве, там какой-то правитель есть, яма, блудница, там муж, там река в оба направления течет. И как ნარადა дойти საუბრობდა до того, о чем дошли Харьяшвы. სამეფოზე, მდინარეებზე, რომელი მიმართულებით მოედინება სხვადასხვა რაღაცებს ყვებოდა და როგორ უნდა მივსულიყავით იქამდე, სადაც ჰარიაშვები მივიდნენ. Вот. Ну и вот в этом стихе, который мы читаем, здесь про царство, ну, про место, куда попадают, да, куда нужно стремиться, говорится. Извините, я не услышал. Можете еще раз сказать? В этом стихе, который мы обсуждаем, они говорят о месте, откуда не возвращаются. ამ ლექსში ისინი საუბრობენ იმ ადგილზე, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. Вот. Прабхупада в комментарии упоминает этот Бхагавад-гиту, несколько стихов. შილა პრაბჰუპადა კომენტარებში ახსენებს ბჰაგავად-გიტას რამდენიმე ლექსს. В частности, там, в 15 главе, там, это моя высшая обитель, там не освещена ни солнцем, там, ни луной, ни огнем, ни электричеством. რომ ჩემი უმაღლესი სამყოფელი არ არის განათებული არც ცეცხლით, არც ელექტროენერგიით. И те, кто ее достигает, уже не возвращаются в материальный мир. და ვინც მას აღწევენ, უკვე აღარ ბრუნდებიან მატერიალურ სამყაროში. Как в одной лекции Вацлав Прабhu шутил, вот это, говорит, он говорит, там темно, и оттуда не возвращаются. ერთ ლექციაში ვაცალა პრაბჰუ ხუმრობდა, იქ ბნელა და იქიდან არ ბრუნდებიან. Он говорит, какой, говорит, мир высшей обители? Говорит, там, говорит, темно, и оттуда не возвращаются. როგორი სამყაროა ეს უმაღლესი სამყოფელი, რომ ბნელა და არ ბრუნდებიან. Но Ачарья объясняет, почему там упоминается солнце, луна и огонь. თუმცა აჩარიები ხსნიან, რატომ არის იქ ნახსენები მზე, მთვარე და ცეცხლი. Солнце олицетворяет, ну, при свете солнца можно, ну, видеть, как бы, мир, то есть чувства, органы чувств могут познавать мир. მზე არის გრძნობათა ორგანოები, ანუ გრძნობათა ორგანოებს შეუძლია გარემ სამყაროს შეცნობა.
Вот. И то есть это означает, что с помощью органов чувств невозможно как бы достичь этой высшей обители или увидеть ее, или как-то ее ეს ნიშნ почувствовать. ეს ნიშნავს, რომ გრძნობათა ორგანოებით ვერ მივაღწევთ, ან ვერ შევიგრძნობთ ამ უმაღლეს სამყოფელს. Вот. А Луна, известно, что это олицетворяет ум человека, Луна. მთვარე ცნობილია, რომ განასახიერებს ადამიანის ჭკუას. Вот. Это означает, что умом тоже непостижимо это высшая обитель Кришны. ეს ნიშნავს, რომ ჭკუითაც მიუღწევადია კრიშნას ეს უმაღლესი სამყოფელი. Вот. И огонь или Агни, если мне память не изменяет, обозначает речь, что ее тоже нельзя как бы просто разговорами какими-то, ну что-то, как-то ее описать. ცეცხლი განასახიერებს საუბრებს და საუბრითაც ვერ აღწერ მას. Также в комментарии Шрила Прабхупада еще один стих из Бхагавад-гиты приводит, 4.9, известный тоже. შრილა პრაბჰუპადას კომენტარებში კიდევ ერთი ლექსი მოხავს ბჰაგავად გიტადან 4:9, ესეც ცნობილი ლექსია. Вот, тот, кто постиг божественную природу моего явления деяний, тот, покинув тело, никогда больше не родится в материальном мире, да, но вернется в мою вечную обитель. ვინც ჩემი გართობები ზნათვისებები შეიცნო, მატერიალური სამყაროს დატოვების შემდეგ აღარასდროს დაბრუნდება უკან, თუ როცა შემოაღწევს ჩემს მარადილ სამყოფელში. Вот, и Прабхупада тоже в комментарии, так же, как и во всех этих стихах, в конце Прабхупада упоминает, что в этих стихах последняя строчка одна и та же. Кима сад карма бир бавет. და შრილა პრაბჰუპადა ამბობს, რომ ამ ლექსებში ბოლო ნაწილი ერთ და იგივეა ის ნაწილი. Вот, то есть все эти стихи заканчиваются вот этим одним и тем же вопросом. Что пользы трудиться ради приходящих благ? ანუ ყველა ლექსი ერთ და იგივე შეკითხვით მთავრდება. რა აზრი აქვს წარმავალი სიკეთეებისთვის შრომას? Вот, и Прабхупада весь комментарий посвящает как бы вот этому, донести эту мысль. Вот, что если есть вечный мир, что где есть вечная жизнь, исполненное блаженство и знание, то надо туда стремиться. შრილა პრაბჰუპადა კომენტარებში თავის კომენტარებს ამას უძღვნის, რომ თუ არის მარადიული სამყარო, რომელიც მარადიული ცოდნითა ნეტარებით არის ახსავსე, მისგან უნდა ვისწრაფოდეთ. Вот, зачем, как в переводе сказать, зачем скакать подобно обезьянам в этом бренном мире? რატომ უნდა ვიხტუნავთ მაიმუნების მსგავსად ამ წარმავალ სამყაროში, როგორც თარგმანში წერია. Вот, и это до нас пытается достучаться, и это слова адресованы нам, не кому-то там в материальном мире, как мы думаем обычно. და ეს სიტყვები ჩვენსკენ არის მომართული არა ვინმე სხვისკენ მატერიალურ სამყაროში, როგორც ვფიქრობთ ხოლმე, როგორც წესი. Потому что мы тоже находимся здесь, в материальном мире. რადგან ჩვენც ამ მატერიალურ სამყაროში ვართ. Да, и Прабхупада в комментарии тоже несколько вот таких риторических вопросов задает. Почему же мы не стремимся вот в вечное царство? შრილა პრაბჰუპადას რამდენიმე კითხვას უსვამს კომენტარებში, რატომ არ მივისწრაფით ამ მარადილ სამეფოში? Вот, почему обрекаем себя снова и снова рождаться в материальном мире? რატომ ვუსლით ჩვენს თავს იმას, რომ კიდევ და კიდევ ვიბადებოდეთ მატერიალურ სამყაროში? Вот, рождаемся там в разных телах, он перечисляет. Зачем, говорит, напрасно тратим свое время? ვიბადებით სხვადასხვა სხეულებში, მან რატომ კარგავთ ტყუილად ჩვენს დროს? Вот, это время — это единственная ценность, что у нас есть. დრო არის ერთადერთი ფასებულობა, რაც გვაქვს. Вот, и вот
по этому критерию как раз можно понять, ну, как бы, куда мы действительно стремимся и чего мы действительно хотим. ამიტომაც კრიტერიუმით შეგვიძლია გავიგოთ რისკან ვისწრაფვით სინამდვილეში და რა გვინდა სინამდვილეში. Панда очень часто говорил, что даже мгновение как бы времени, минуту не вернуть ни за какие сокровища всего мира не вернешь. შლაპრაპადა ძალიან ხშირად ამბობდა, რომ დროის ერთ წამსაც კი ვერ დაიბრუნებ ვერანაირი საგანძურით, მთელი სამყაროს საგანძურითაც კი. Вот, и на что мы тратим время, вот это и есть то, куда мы хотим попасть, то, что мы реально, какие у нас желания. რაშიც ვკარგავთ ჩვენს დროს, ეს არის ის სინამდვილეში იმის განსაზღვრელი, თუ რა სურვილები გვაქვს და რეალურად სად გვინდა მოვხვდეთ. Вот, и особенно так называемое свободное время, когда у нас вдруг появляется, вот, куда мы его тратим. განსაკუთრებით ასე ვთქვათ, თავისუფალი დრო, ეგრეთ წოდებული თავისუფალი დრო, რომ გამოგვიჩნდება ხოლმე, აი ამას რაში ვიყენებთ. Вот, и Прабхупада говорит, надо заботиться лишь о том, чтобы наконец-таки освободиться от этого материального существования. და შლაპრაპადა ამბობს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა იმაზე ვიზრუნოთ, რომ გავთავისუფლდეთ ამ მატერიალური არსებობისგან. Вот, то есть это, ну, актуально для нас, поскольку, ну, если мы четко не понимаем, какая наша цель и задача, что то, что нам принес Шрила Прабхупада, ну, это не такая простая вещь. ეს არის აქტუალური ჩვენთვის, რადგან გავიგებთ ამით რამდენად ვიგებთ იმას, თუ რა მოგვიტანა შრილა პრაბჰუპადამ, ეს არ არის უბრალოდ ამის გაგება. Вот, и Шримад Бхагаватам, который дал нам Прабхупада, это удивительное описание, которое может привести нас, ну, в правильное сознание, которое поможет нам закончить это существование в материальном мире. შრილა პრაბჰუპადამ, შრიმად ბჰაგავატამი, რაც შრილა პრაბჰუპადამ მოგცა, ეს არის საოცარი რამ, რომელსაც შეუძლია ჩვენი ცნობიერება სწორად მიმართოს და სწორი მიმართულებით წავიდეთ და დავბრუნდეთ მარადილ სულიერ სამყაროში. Вот, мы должны, ну, понимать, изучать Бхагаватам, как он хотел, рассматривать его, Прабхупада, как говорил, с разных точек зрения, обсуждать также. ჩვენ უნდა შევისწავლოთ შრიმად ბჰაგავატამი, განვიხილოთ სხვადასხვა კუთხით, ვისაუბროთ ამასზე, შევისწავლოთ. Да, нужно также понимать контекст, логику повествования. ასევე უნდა გვესმოდეს კონტექსტი და ლოგიკა ამ ნაწარმოებისა. Какие-то видеть наш ум, ну, всегда так или иначе, какие-то может увидеть противоречия, попытаться с ними разобраться. ჩვენი ჭკუამ შეიძლება ნახოს წინააღმდეგობები და უნდა შევეცადოთ, რომ გავერკვიოთ ამ წინააღმდეგობებში. Вот, например, если вспомнить теорию Крамы, этих 10 тем Бхагаватам, вот, то вот эта шестая песнь относится к пошанам, что означает, ну, дословно питание или поддержание. თუ გავიხსენებთ, მაგალითად თუ გავიხსენებთ 10 თემას, შრიმად ბჰაგავატამის მე-6 სიმღერა არის პოშანამ, რაც სიტყვას სიტყვით ნიშნავს კვებას ან შენარჩუნებას. То есть есть 10 тем Бхагаватам, Сарга, Атрасарга, Висарга, Шчастханам, Пошанам, Уттая, Манвантара, Ишану, Катха, Ниродха, Муктир, Ашрая. Ну, как Ачарья объясняет, единственная тема все-таки является Ашрая или Кришна, прибежище, которое мы должны принять. И все остальные темы, они так или иначе подчинены тому, чтобы раскрыть вот эту тему главную, Ашрая, Кришна. არის შრიმად ბჰაგავატამის 10 თემა და როგორც აჩარიები ხსნიან, მთავარი არის აშრაი, ანუ კრიშნასთან თავშესაფრის მოპოვება და ყველა სხვა თემები ამას ემორჩილება, ამას ემსახურება.
Вот, и шестая песня, как я говорил, это означает питание или поддержание, но на самом деле э, кто всех поддерживает и кто всех питает, мы должны понимать. როგორც თქვი მეექვსე სიმღერა არის კვება ან შენარჩუნება, მაგრამ სამაჟიშო უნდა მივხვდეთ ვინ კვებავს ყველას და ვინ ახდენს ყველაფრის შენარჩუნებას. Да, как Прабхупада часто цитировал стих из Вета «Нитя, нитя нам, четана, четана нам», да, то есть среди всех вечных есть один вечный, который всех поддерживает и всех შლო პრაბჰუპადა ხშირად питает. ციტირებდა ლექს, რომ არის ერთადერთი ვინც ყველას კვებავს და ყველას ინარჩუნებს. Вот, и здесь интересно, кстати, если вот вспомнить 4-ю песню Бхагавата, вот, то там есть история про царя Пуранджана, если вы помните. საინტერესოა რომ თუ გავხსენებთ შრიმად ბჰაგავატამის მეოთხე სიმღერას, იქ არის ისტორია მეფე პურანჯანაზე. Вот, и там Нарада Муни тоже пришел к царю Прачинабархишату, вы наверняка помните, и тоже ему стал рассказывать аллегорию. და იქაც მასთანაც მივიდა ნარადამუნი მეფე პრაჩინაბარჰიშატთან და მასაც ალეგორიის მოყოლა დაუწყო. Вот, я так чуть-чуть успел поразмышлять на эту тему, думаю, почему? Ну, вот здесь, например, Харьяшвам, он просто 4 стиха сказал, тоже очень аллегорические такие. მე ვფიქრობდი ამ თემაზე, აქ მაგალითად ჰარიაშვებს 4 ლექსი უთხრა მხოლოდ ესეც საკმაოდ ეზოთერული და ალეგორიული. Вот, и все, и ушел потом, и они сразу все поняли. და მორჩა წავიდა და მან ყველაფერს თვითონ მიხვდნენ ისინი. Вот. А царю Прачинабархишаду он там рассказывает там целую, там, по-моему, несколько глав, 5, по-моему, если я не ошибаюсь, глав, მეფე когда он рассказывает эту аллегорическую историю про царя Пуранджана. მეფე პრაჩინაბარჰიშატს კი 5 თავს უყვება თუ არ უცდები ამ ალეგორიულ ისტორიას მეფე პურანჯანას შესახებ. Вот. И даже рассказав эту аллегорическую историю, он потом еще ему всю ее еще и объяснил. და შემდეგ ამ ალეგორიული ისტორიის მოყოლის შემდეგ მან ყველაფერი აუხსნა კიდეც მას. И этот царь Прачинабархишат, он, когда услышал эту историю, он говорит, я, говорит, ничего не понял до конца, можешь, говорит, объяснить? და როდესაც მეფე პრაჩინაბარჰიშატმა მოისმინა ეს ისტორია, მან უთხრა მე ბოლომდე ვერ გავიგე ვერაფერი, შეგიძლია ამიხსნა. Вот, и там Нарада Муни ему начинает буквально разжевывать все эти аллегорические эти описания. და შემდეგ ნარადამუნი იწყებს ამ ღეჭვას ამ ალეგორიული აღწერების, ანუ კარგად უხსნის მას. Вот. А здесь почему-то, ну, такого и не надо было делать. აქ ასეთი რამის გაკეთება არც გახდა საჭირო. Вот. И интересный вопрос тоже, вот, почему, да, такая... Вот я когда размышлял над этой темой, немножко времени мало было, конечно, подготовиться более серьезно. И вот у меня два таких вопроса возникло. Вот этот один и еще один, который мы, ну, если успеем, да, мы уже без 20. როდესაც ამ თემებს განვიხილავდი, ორი კითხვა გამიჩნდა, ბევრი დრო არ მქონდა მოსამზადებლად, მაგრამ რაც ვფიქრე, ორი ესეთი შეკითხვა გამიჩნდა. Вот, то есть почему этому Прачинабархишату надо было так долго все объяснять, а Харьяшвам не надо было? რატომ სჭირდებოდა მეფე პრაჩინაბარჰიშატს ასეთ დიდ ხანს რომ აეხსნა ნარადამუნის მისთვის და ჰარიაშვებს არა? Вот, ну, мне пришло как бы в голову, ну, вспомнилась эта притча из Иисуса Христа, из Библии. და გამახსენდა ერთი ისტორია ბიბლიიდან იესო ქრისტეზე.
Про семена, которые сеятель рассеивал, наверняка, может, многие слышали эту притчу. ამ მარცვლებზე თუ გსმენიათ თესლებზე Вот. И семена — это вот наставления, которые даются. ეს თესლები არის დარიგებები, რომლებიც იძლევა მოგვეცემა ხოლმე. Даются чистым преданным, и они падают на определенную почву. და ისინი ეძლევა წმინდა ერთგულებს და ისინი შესაბამის გარემოში ვარდება. Вот. И там я не помню точно, там несколько видов почв описывается, и где семена не прорастают, вот, и только в одном месте прорастают, где почва благоприятная для этого. და იქ რამდენიმე ნიადაგი აღწერილი, სადაც ეს თესლები არ იზრდება, მაგრამ ერთი ნიადაგია, რომ შესაძლოა სადაც იზრდება ეს თესლები. Вот. И под этой почвой, естественно, подразумевается сознание, да, или разум და человека. ამ ნიადაგში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ადამიანის ცნობიერება, ან გონება. Вот. Почему? Ну, можем даже вспомнить и Шрилу Прабхупаду, потому что множество людей с ним встречалось, и он всем старался принести благо и дать возможность შეგვიძლია ვთქვათ, заняться преданным служением. შრილა პრაბჰუპადა, რომელიც ხვდებოდა მრავალ ადამიანებს და სრულად საშუალება მიეცა, რომ ისინი ერთგულ სამსახურში დაკავებულიყვნენ ერთგული სამსახურით. Вот. Но не все воспринимали эти наставления серьезно. მაგრამ ყველა არ იღებდა ამ დარიგებებს სერიოზულად. Вот. И Харьяши вот относились вот к той категории, которая, видимо, достаточно было просто услышать даже эту аллегорию, чтобы все понять абсолютно сразу. არიაშვები კი იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, რომ საკმარისი იყო მათთვის ეს ალეგორია მოესმინათ და მაშინვე ყველაფერს გაიგებდნენ. Вот. А царю Прачина-Бархишату нужно было как бы более, такая, как это сказать, более подробное наставление. მეფე პრაჩინა ბარჰიშატს კი უფრო დაწვრილებული დარიგებები სჭირდებოდა. Вот. Можно, конечно, задаться вопросом тоже, почему как бы у одних такой разум, а у других другой разум. შეიძლება ის კითხვაც Сознание. გაგვიჩნდეს, რატომ არის რომ ერთ ადამიანებს აქვს ერთი ცნობიერება, სხვებს სხვანაირი ცნობიერება. Вот, ну, это мы уйдем как бы в размышления о том, какие самскары в прошлом у человека были, есть ли какая-то бхакти сукрити у человека, была ли когда-либо в прошлой жизни. ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა სამსკარები ქონდა აქვს ადამიანებს წინასწორებიდან გამოყოლილი, ასევე რაიმე ფაქტი სუკრიტი თუ ქონდა მას წინაცხოვრებებში. Даже если ее и не было, как говорит Рупа Госвами в «Нектаре преданности», ну, соприкоснувшись с чистым преданным, ну, человек в любом случае начать стать. То есть даже просто соприкосновение с преданным уже само по себе рождает вот эту бхакти сукрити. მაგრამ როგორც ვთქვა გუსვამიამ ერთგულების ნექტარში, რომც არ ქონდეს ადამიანს ფაქტი სუკრიტი, თუ წმინდა ერთგულს შეეხება ის უკვე დაიწყებს დაბადებას მასში ეს ფაქტი სუკრიტი. Вот, то есть Прабхупада на вопрос своих учеников, которым задавали, какое у нас благочестие было, что мы стали на путь преданности, он сказал, у вас не было никакого, я его создал, ваше благочестие. როდესაც შრილა პრაბჰუპადას კითხეს მოსწავლეებმა ჩვენ რა კეთილშობილება გქონდა რომ ერთგულების გზას დავადგეთ, მან უპასუხა თქვენ არ გქონდათ კეთილშობილება, მე მოგეცით ეს, მე შევქმენი ეს თქვენთვის ეს კეთილშობილება. Вот. Ну, это вот одна из, как бы, часть этой темы, этого стиха. ეს არის ერთი ნაწილი ამ ლექსის, ამ თემის. Вот другая
чуть-чуть более интереснее, она как бы практичнее тоже к нашей жизни. По идее, мы должны так, размышляя над Бхагаватам, как-то применять его к себе, к своей жизни. მეორე უფრო საინტერესო, უფრო პრაქტიკულია და შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაშიც გამოვიყენოთ, როდესაც ბაგავათამზე ვფიქრობთ, უნდა ვეცადოთ, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში გამოვიყენოთ. Вот. Вот, например, мне вспомнилась пятая песня Бхагаватам, и там в первой главе описывается деяние Махараджи Приявраты. მე გამახსენდა მეხუთე სიმღერა ბაგავატამის, სადაც პირველ თავში აღწერილია მაჰარაჯა პრიავრატას საქმიანობები. Вот. И нам тоже желательно вот, понять. Я вот надеюсь тоже, что Акшаджа Прабху мне поможет разобраться тоже в этом вопросе. Потом, да, говори. ჩვენც ვეცადოთ, რომ გავიგოთ ეს, იმედი მაქვს, რომ აქშაჯა პრაბჰუს დამეხმარება, რომ გავიგო ეს საკითხი. Вот, потому что мне самому интересно до конца понять, в чем кажущееся противоречие, как можно сравнить эти две истории с Махараджи Приявратом и с Харьяшвами. და რადგან მეც მაინტერესებს ბოლომდე რა შემდგომარეობს ეს ერთი შეხედვით ურთიერთ საპირისპირო რამ მაჰარაჯა პრიავრატას შემთხვევაში და ჰარიაშვილთან შემთხვევაში. И у Приявраты, и у Харьяшва был духовным учителем, Нарада Муни их наставлял обоих. პრიავრატებსაც და ჰარიაშვილსაც არიგებდა ნარადა მუნი ორივეს. მათი სულიერი მოძღვარი ის იყო. Вот. Махараджа Прияврата там вообще, Парикшит удивился, когда услышал, что он был как бы в этим, после наставлений Нарады Муни, он там ушел на гору Ганхамадана и предался полностью духовной практике. პარიქშიძესაც გაუკვირდა, რომ ნარადა მუნის დარიგებების შემდეგ ის წავიდა მთაზე და სულიერ პრაქტიკას იყო ხელი. Вот. То есть его вообще, то есть он уже стал на духовный путь, а Харьяшвы еще даже не стали. Это как бы в начале были. Он получил духовное знание от Нарады, и его вообще не привлекала жизнь царя тоже. И там как бы вот эта кармическая жизнь. Семья, царство. ის ნარადას წყალობით მან მიიღო სულიერი ცოდნა, დაიწყო სულიერი ცხოვრება და საერთოდ აღარ იზიდავდა ეს კარმიული ცხოვრება, სამეფო და ასე შემდეგ. Вот. Но он все-таки стал царем, потому что его об этом попросили. მაგრამ ის მაინც გახდა მეფე, რადგან მას სთხოვეს ეს. Вот. Господь Брахма пришел к нему, своему Аману, его отец. უფალი ბრაჰმა მივიდა მასთან, სვაიამბუვა მანუ მივიდა მისი მამა. Вот. Харьяшев тоже попросил отец. ჰარიაშვილსაც სთხოვა, მაგრამ ჰარიაშვილსაც სთხოვა მამამისი. Вот. И тут нам надо очень хорошо понимать, почему же, как разобраться в том, стоит ли заниматься там, как это сказать, идти в сферу какую-то вот обязанности исполнять, социальную, семейную там и так далее, или просто уйти в отречение. Так, ჩვენ კარგად უნდა გავარკვევთ უბრალოდ უნდა შევასრულოთ სოციალური მოვალეობები თუ უბრალოდ განდეგილობის გზას დავადგეთ. Ликши там, кстати, очень удивился, когда услышал об этом, что он говорит, что основа материального рабства – это семейная жизнь. Вот, и зачем как бы тогда Прияврата стал семейным человеком и так долго и жил მე в этой ძალიან жизни. გამიკვირდა, რომ მან თქვა, რომ ის ამბობს, რომ მატერიალური მონობის ფესვი არის, საფუძველი არის ოჯახური ცხოვრება და რატომ დადგა პრიავრატა ოჯახურ ცხოვრებას ისევ? რატომ ჩაეფლო ამაში? Как это интересно пишет. Обычно преданных не привлекает семейная жизнь, но Махараджа Прияврате она, как ни странно, царю понравилась.
нравилось. შილა პრაბჰუპადა საინტერესო წერს, რომ როგორც წესი ერთგულებს არ ეზიდავთ ოჯახური ცხოვრება, მაგრამ მაჰარაჯა პრიავრატას მოეწონა ის. Как она ему нравилась, если он не хотел ей заниматься? როგორ მოსწონდა ის თუ არ უნდოდა ამით დაკავება. Вот. Потому что когда его своего Ману попросил править царством, он не захотел. И пришлось прийти Брахме даже, снизойти, чтобы его როდესაც уговорить. მან სვაეფუმა მანუმ თხოვა ამის გაკეთება, მას არ მოისურვა მან, ამიტომაც ბრაჰმასაც კი მოუწია ჩამოსვლა და სთხოვა მისთვის, რომ ეთხოვა, რომ ეს გაეკეთებინა. Вот, и там Парикша даже удивляется, говорит, Прияврата был воспитан как Наштика Брамачари, зачем он решил как бы обзавестись семьей? და პარიქშიც უკერს კიდეც პრიავრატა გაჩენილი იყო, აღზრდილი იყო როგორც ნაიშტიკა ბრაჰმაჩარი, მას რატომ გადაწყვიტა ოჯახის შექმნა? Вот. То есть он уже обрел высшее удовлетворение, там пишет Прабхупада. Зачем ему надо было как бы находить удовольствие в семейной жизни? მან უკვე მოიპოვა უმაღლესი კმაყოფილება, რაღაცა სჭირდებოდა ოჯახურ ცხოვრებაში მოიპოვებინა ეს კმაყოფილება. Вот. То есть все ищут блаженства, и блаженства в материальной жизни нет и быть не может. ყველა ეძებს ნეტარებას, მაგრამ ნეტარება მატერიალურ სამყაროში არ იქნება, ვერ იქნება. Вот. А преданное служение источник настоящего блаженства. А у него уже было преданное служение Махараджа Прайаврата. ერთგული მსახურება ნამდვილი ნეტარების წყარო და მაჰარაჯა პრიავრატას უკვე ჰქონდა ეს ერთგული მსახურება. Вот. Преданное служение и привязанность к семейной жизни, они несовместимы. ერთგული მსახურება და ოჯახურ ცხოვრებაზე მიმართულება შეუთავსებელია ერთმანეთთან. Вот, и поэтому Парикш удивился, говорит, как это его так одновременно привлекало и как бы и преданное служение, и семейная жизнь. ამიტომაც პარიქშიც უერთა ერთდროულად როგორ იზრდავდა მას ერთგული მსახურებას და ოჯახური ცხოვრებას. Вот, то есть вопрос, почему Махараджа Прияврата все-таки стал на путь семейной жизни, а Харьяшвы, выслушав наставление Нарады, он его наставлял, Махараджа Прияврату, как бы в настроении Наштика Брамачари. და კითხვა მდგომარეობში მაშინ რომ ნარადამუნი მაჰარაჯა პრიავრატას იგივენაირად დაარიგა, მაგრამ მან მაინც დაიწყო ოჯახური ცხოვრება, მაგრამ ჰარიაშვებს როდესაც არიგებდა ნარადამუნი, მათ არ დაუწყეთ ოჯახური ცხოვრება. Вот. А Харьяшвы, кстати, они ушли, не стали обзаводиться семейной жизнью. ჰარიაშვები წავიდნენ და არ შეუქმნიათ ოჯახი. И в Бхагаватам Махараджа Парикшит очень как бы разумные вопросы задает, слушая. Читая Шримад Бхагаватам, у нас тоже должны появляться вопросы. ბაგავატამში მაჰარაჯა პარიქშით ძალიან გონიურულ შეკითხვებს სვავს და შრიმად ბაგავატამის კითხვით და მოსმენით ჩვენც უნდა დაგვებოდოს შეკითხვები. Вот, потому что там то есть Парикшиту было непонятно, как человек, привязанный к жене, детям и дому, может достичь высшего совершенства в сознании Кришны. რადგან პარიქშიც არის მოდა ადამიანი, რომელიც მირაჭულია სახლზე, ოჯახზე, ბავშვებზე, ცოლზე, როგორ შეუძლია მას მიაღწიოს უმაღლეს სრულყოფილებას ცხოვრებაში. Вот. Ну и в общем, там, конечно, Шукадева Госвами объяснил Махараджа Парикшиту вот эту ситуацию с Махараджей Приявратом. რა თქმა უნდა, შუკადევა გოსვამიმ აუხსნა მაჰარაჯა პარიქშიც ეს სიტუაცია მაჰარაჯა პრიავრატასთან მიმართებაში.
Вот. Интересно, он, конечно, там интересно объясняет, что тот, кто достиг как бы сознания, высот сознания Кришны, уже никогда не вернется к мирской жизни. ის რა თქმა უნდა საინტერესოდ ხსნის, რომ ვინც მიაღწია წოროლებს კრიშნას ცნობიერებაში, აღარასდროს დაუბრუნდება მიწიერ ცხოვრებას. Вот, ну и, соответственно, там интересное, конечно, описание есть, что есть, ну, то есть человек, который полностью погрузился в сознание Кришны, достиг высот, никогда не сходит с пути преданного служения, но иногда все-таки встречается с препятствиями. თუმცა საინტერესო აღწერაა, რომ ადამიანმა, რომელმაც მწვერვალებს მიაღწია კრიშნას ცნობიერებაში, არასდროს უხვევს ამ გზიდან, მაგრამ ის ზოგჯერ მაინც ხვდება დაბრკოლებებს, ეჩეხება. Вот, и препятствия... Интересно, там очень Прабхупада пишет, он цитирует Вишванатха Чакраварти Такура и говорит о том, что два вида препятствий бывает на пути чистого преданного даже. Ну, не как бы сказать, преданного, который серьезно идет по пути преданного служения. შლა პრაბჰუპადა იქ ამბობს კომენტარებში ვიშვანათჰ ჩაკრავართი თაკურას ციტირებს და ამბობს, რომ ორი სახის დაბრკოლება აქვს ერთგულს, თუნდაც სერიოზულად მიდიოდეს წმინდა ერთგული მსახურების გზაზე. Вот, и первое препятствие, конечно же, это Вайшнава Парадха, самое страшное. პირველი დაბრკოლება, რა თქმა უნდა, ეს არის ვაიშნავა აპარატა, ყველაზე საშინელი რამ. Вот, и мы знаем, что даже с уровня Бавы, очень высокого уровня, можно пасть из-за именно Вайшнава аппарата. და ჩვენ ვიცით, რომ ფავას დონიდან ძალიან მაღალი დონიდანაც კი შეიძლება დაეცე ვაიშნავა აპარატების გამო. Вот, но правда, все равно как бы преданное сознание Кришны, оно вечно, и полностью его уничтожить невозможно. Но аппаратха может очень надолго как бы остановить. რა თქმა უნდა, კრიშნას ცნობიერება მარადიულია და სრულიად არ განადგურდება, ვერ გაანადგურებ, მაგრამ ვაიშნავა აპარატას შეუძლია ძალიან დიდი ხნით შეაჩეროს ის. Вот. И второй вид препятствий очень интересный. Он пишет, что иногда преграды, ну, такие препятствия создает сам Господь. მეორე Или სახის кто-то დაბრკოლება или кто-то из его преданных. ძალიან საინტერესოა ის ამბობს, რომ ზოგჯერ ამ დაბრკოლებას ქმნის თავადუფალიან მისი ერთგული. Вот. И там, ну, то есть само желание Господа как бы препятствием становится на пути преданного служения. ან თვითონუფლის სურვილი ხდება დაბრკოლება ერთგული მსახურების გზაზე. На самом деле препятствие это такое иллюзорное, и Господь такие препятствия создает только для того, чтобы прославить своих преданных. სინამდვილეში ეს დაბრკოლებები ილუზორულია და უფალი ამ დაბრკოლებებს მხოლოდ იმიტომ ქმნის, რომ განადიდოს თავის ერთგულები. В Бхагаватамрите Санатана тоже упоминает еще два вида препятствий. ბრიჰად ბჰაგავატამრიტაში სანატანა გოსვამი კიდევ ორ სახის დაბრკოლებას ახსენებს. Вот. Один вид это как раз вот такой, который создает Господь для того, чтобы прославить своих преданных. Какие-то сложности создает. ესეთი დაბრკოლება, რომელიც უფალი თავად ქმნის თავის ერთგულების განსადიდებლად. Вот, что несмотря ни на какие там сложности, чистый преданный никогда не сходит с пути преданного служения. И ну, вот эти препятствия, которые Господь создает, они на самом деле прославляют преданного. რომ სინამდვილეში ერთგული, წმინდა ერთგული არასდროს უხავს ამ გზიდან და ეს დაბრკოლებები სინამდვილეში განადიდებს ამ ერთგულს, უფლის მიერ შექმნილი დაბრკოლებები. Вот. Такой вид как бы проблем, когда возникает у преданного. А второй вид очень такой, ну, как бы смешной, что ли. Санатана Госвами пишет, что второй вид проблем или препятствий, это которые преданные
сами себе придумывают для того, чтобы привлечь внимание Господа. მეორე სახის დაბრკოლება ცოტა სასაცილოა, ეს არის სანტანაგოსამი ამბობს, რომ ეს არის ეს დაბრკოლებები, რომლებიც თვითონ იგონებენ ერთგულები, იმისთვის, რომ უფლის ყურადღება მიიპყროთ. Это он рассказывает, когда Нарада Муни там в первой части Брихат Бхагаватамрити уже дошел до пандавов в Хастинапуре. Вот, и у них и пришел на их собрание, у них там совет каждый день царский проходил. ყოფა ისტორია, როდესაც ნარადამუნი უკვე მივიდა პანდავებამდე, პანდავების სამეფოში მივიდა და მივიდა მათთან შეკრებაზე, მათთან ყოველ დღე ეს სამეფოში შეკრებები იმართება. И вот они каждый день собирались на совет и обсуждали только там. У них только один вопрос был на обсуждении. Какую бы придумать проблему, опасность, которая нам угрожает, чтобы Кришна к нам пришел? და მხოლოდ ერთ რამეს განიხილავდნენ. რა პრობლემა და რა საფრთხე მოვიფიქროთ, რომ კრიშნა ჩვენთან მოვიდეს, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობდნენ და განიხილავდნენ. Такое нектарное у них обсуждение. Они думали, может быть, кто-то нам угрожает, может, кто-то напасть на нас хочет. Вот они там рассуждали, что бы придумать. ნექტარული განხილვები ჰქონდათ, იქნებ ვინმე უბრუნდება, იქნებ ვინმეს უნდა რომ თავს დაგვესხას, რა მოვიფიქროთ, რომ კრიშნა მოვიდეს. Вот. Но, в общем, как Прабхупада пишет, путь иногда, на пути преданного может возникать много помех, но, как Кришна говорит в Бхагавад-гите, Каунтея пратижарихина ме бхактах парнашьяти. То есть мой преданный никогда не победит. როგორც შილა პრაბჰუპადა ამბობს, რომ ერთგულების გზაზე ბევრი დაბრკოლება შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც კრიშნა საუბრობს, ჩემი ერთგული არასდროს დაიღუპება. Вот. В общем, да, уже надо подводить итог. Вот это противоречие, кажущееся. Почему? Потому что Прабхупада здесь пишет в комментарии, те, кто слишком привязан к мирской семейной жизни, к своему дому, жене и детям, не способны обрести сознание Кришны. Иначе говоря, духовная жизнь и привязанность к семье несовместимы. ეს დაბრკოლებაც ილუზორულია, რადგან შილა პრაბჰუპადა ამბობს, რომ ვინც მიჯაჭვულია ოჯახურ ცხოვრებას, შეუძლებელია, как-то вылетели из головы. Можете эту фразу, как Прабхупада говорит, еще раз сказать? С самого начала или вторую, последнее? Вот цитату Шрилы Прабхупады. Тот, кто слишком привязан к семейной жизни, к своему дому, жене и детям, не способен обрести сознание Кришны. ვინც ძალიან არის მიჯაჭვული თავის სახლს, ცოლს, შვილებს, არ შეუძლია კრიშნას ცნობიერება მოიპოვოს. Иначе говоря, духовная жизнь и привязанность к семье несовместимы. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება და ოჯახისადმი მიჯაჭვულობა შეუთავსებელია ერთმანეთთან. Вот. Это вот одно противоречие, которое здесь было. ეს ერთი საწინააღმდეგო რამ არის, რაც აქ არის. Прабхупада очень интересно пишет. Однако, если человек занимается преданным служением, то помимо Верховного Господа, это кажущееся противоречие в его жизни благополучно разрешается. თუმცა აქ საინტერესოა წერშილა პრაბჰუპადა თუ ადამიანი ერთგული მსახურებით დაკავებას აგრძელებს, ეს დაბრკოლება, ეს ასე ვთქვათ, ილუზორული დაბრკოლება კრიშნას წყალობით, წარმატებით ნადგურდება. Вот. То есть таким образом Махараджа Прияврата, вот это его жизнь как бы почему вызвала удивление у Махараджа Парикшита, и вот как бы объясняется вот таким образом, что все равно преданный никогда не сходит с пути преданного служения, даже если внешне у него какие-то кажущиеся препятствия есть. ანუ ეს ურთიერთსაპირისპირო რამით იხსნება, რომ მაჰარაჯა პარიქშიტი რომ ამბობს, რომ რატომ შექმნა ჩაიფლო ის ოჯახურ ცხოვრებაში, ამით იხსნება, რომ ერთგულს რეალურად
არაფერი დააბრკოლებს, მას გზიდან არაფერი გადაახოვინებს, ასე ვთქვათ, ყველანაირი დაბრკოლება შეიძლება გაქრეს. И ага. Ну, здесь еще интересная вещь, то, что, ну, это вот такая еще концовку прочитаю здесь немножко, что такой преданный, как Махараджа Прияврата, хоть он и не обрадовался этой просьбе, вот, что ему надо как бы заняться семейной жизнью, он не обрадовался этому. Вот, но он все равно всегда поглощен служением и мирскими делами занимается лишь формально, без всякой привязанности. საინტერესო რამ არის კიდევ, რომ მაჰარაჯა პრიავრატას არ გაუხარდა, რომ უთხრეს ოჯახი უნდა შექმნაო და ოჯახი როცა შექმნა ფორმალურად არის დაკავებული ამ ოჯახში, თუმცა ის მაინც ერთგვარი მსახურებით არის დაკავებული. Вот, то есть он не питает сильной привязанности к своим детям, хотя и заботится о них, воспитывая так, чтобы они стали преданными. ანუ მას არ აქვს ძლიერი მიმოჭულება თავის შვილების მიმართ იმის მიუხედავად, რომ ზრუნავს მათზე და იმაზე, რომ ისინი ერთგულები გახდნენ. И привязан он и к жене, хотя говорит ей ласковые слова. არ არის მიმოჭული ცოლზე имის მიუხედავად, რომ სასიამოვნო სიტყვებს ეუბნება. Вот, так и преданный может обзавестись семьей, быть нежным супругом и отцом, но при этом оставаться не привязанным к семейной жизни. ასევე ერთგულით შეიძლება ერთგულმა შექმნას ოჯახი იყოს, ასე ვთქვათ, მზრუნველი მეუღლე და მამა და მაინც დარჩეს კრიშნას ცნობიერებაში. Вот, ну и последнее, почему же все-таки Харьяшвы не стали на путь, вот, а на путь семейной жизни Махараджа Прияврата стал, похоже, вот я в Бхагавад-гите, ну, как бы нашел комментарий про Пада, сейчас прочитаю. და ბოლოს ანუ რატომ არ დაადგნენ ოჯახურ ცხოვრებას ჰარიარშვები, ხოლო მაჰარაჯა პრიავრატა მაინც დაადგა, ვიპოვე კომენტარები შლაპლაპადეს ბჰაგავად-გიტაში და ახლა წავიკითხო. Вот. Может быть, это как-то ответит на этот вопрос. Если же я ошибся, то, может быть, меня поправят. შეიძლება ამან რამენაირად უპასუხოს შეკითხვას, თუ შევწდები, შეიძლება შემისწორონ. შეიძლება შემისწორონ. Вот Арпада пишет здесь в комментарии к одному из стихов 2 главы. Если Кришна пожелает, преданный может сделать все, что угодно, даже то, чего сам бы не захотел делать. შილა პრაბჰუპადა წერს, თუ კრიშნა მოისურვებს, ერთგული შეიძლება გააკეთოს ისიც, რაც რისი გაკეთებასაც თავად არ მოისურვებდა. Ну вот, то есть он не будет делать того, что не угодно Кришне. ანუ ის არ გააკეთებს იმას, რაც კრიშნას არ მოსწონს. То есть такой преданный не руководствуется своими желаниями, а желаниями Кришны. ასეთი ერთგული არ ხელმძღვანელობს საკუთარი სურვილებით, ის ხელმძღვანელობს კრიშნას სურვილებით. Вот, поэтому хотел Махараджа Прияврата семейной жизни или не хотел, но поскольку он был преданным, он понимал желание Кришны, ამიტომაც которое проявилось. სურდა მაჰარაჯა პრიავრატას ოჯახური ცხოვრება თუ არ სურდა, რადგან ერთგული იყო მას ისიგებდა კრიშნას სურვილს, რომელიც გამოვლინდა იმ მომენტში. Вот. Ну вот, а Харьяшвы, они поняли желание Кришны через слова Нарады Муни, что вот такое желание было. Кришна они стали на путь отречения. ჰარიაშვებმა კი კრიშნას სურვილი გაიგეს ნარადა მუნის სიტყვებიდან
სიტყვების გავლით და ამიტომაც დაადგნენ განდეგილობის გზას. Да, Хари Кришна, я на этом остановлюсь. Может быть, дополнение каких-то Харе Кришна, ამაზე скажете. შევჩერდები, თუ გაქვთ დამატებები, შეკითხვები. А можно я тоже что-нибудь скажу? Да, конечно. Харе Кришна, дорогой. Да, Хари Кришна. Вот я тоже одну историю вспомнил из Чайтанья Чаритамриты. Когда Нитянанда Прабху уже уходил то есть, заканчивал свои лилы, он позвал своего слугу. У него слуга был уже в возрасте, ему было 80 лет. Я не помню имя, извиняюсь, с именами у меня вообще проблема. И он ему сказал: ты такой слуга для меня, ты столько сделал, говорит, я так тобой удовлетворен. И говорит, что я хочу, чтобы ты женился, и чтобы таких же, как ты, дети появились, такие же преданные, как ты, чтобы были дети. Поэтому, говорит, я тебе даю такое благословение, чтобы ты женился. Им было 80 лет уже, может, чуть-чуть больше. И он, этот человек, слуга его, он сказал: что ты говоришь, Господь, мне уже 80 лет, у меня уже зубов нету, говорит, как я сейчас могу жениться? Он говорит: такая моя воля, я, говорит, уже все устроил, даже нашел тебе невесту. И остальное, говорит, пускай тебя не беспокоит. И после этого у этого человека появились, у этого слуги, он женился по воле Господа, и у него появились дети, и все они стали такие, как он, преданные. Ну так, я давно эту историю я читал, приблизительно вот такая была история. И какой вывод я делаю из всего того, что я слышал, я потому что поздно зашел в чат, что на самом деле воля Господа тут самую большую роль играет, как вот в том случае, когда Нитянанда Прабху сказал своему слуге, и необратимо, если человек не сделает, как Арджуна тоже, он не хотел сражаться, но воля Господа была такая. Если бы он не стал сражаться, он бы стал посмешищем для всего мира. Также и если волю исполняет человек, то все таким образом устраивается, что всем приносит благо. Ну да, спасибо, Шри Прабhu. Харе Кришна. Может, неуместно было это все, но Не, почему? Очень как даже. бы эту историю мне вспомнилась. Мне эта история очень нравится. Я, правда, давно ее, как его... Я, кстати, не слышал ее, эту историю, надо Да, Чайтанья будет посмотреть. Чаритамрите есть эта история, да. И она мне очень запала в голову. Да, эта Почему история. Шиби Прабхупана запала вам? Вы подумали, Радхабхава, что потому что я уже старик и могу еще жениться? Нет. Такова воля была Господа. Мне вот это, что даже воля Господа, она настолько возвышенная, и даже кажется, что это какой-то маразм, но когда преданный исполняет его волю, она оборачивается благом для всего мира и также для самого преданного. Да. Шибы Главное Прабхупада. главное нам понять волю Господа и не перепутать ее со своим умом. Да, но воля Господа, она так проявляется, что Господь сам говорит, вот как в случае с Нитянандой, ты должен жениться. Если, допустим, я сейчас, мне уже 70-80 лет будет, я скажу, я услышал во сне, что Господь мне сказал, женись. И я женюсь, это глупость какая-то.
Вот это маразм, но когда Господь сам говорит. То есть потому что я эту историю тоже хочу прочитать, так как я читал, конечно, эту историю про Приаврата, но еще раз, потому что я уже и не помню про нее ничего. Ну, я вот то, что вы говорили с ваших слов, что воля Господа там присутствует, и так, и поэтому я вспомнил эту историю на основе ваших рассказов. Да, Не на спасибо. основе, не на основе того, что я читал про Приаврату. Я читал, конечно, но я не помню ничего на эту тему. И спасибо большое, что дали мне высказаться. Спасибо, Шили Прабhu, Харе за Кришна. дополнение. Харе Извиняюсь. Кришна, да. Не, все нормально. Да, пожалуйста, еще кто-то хотел, по-моему, сказать. Харе Кришна, большое Так что же, спасибо. Прабу, И Харе да, у Кришна. вас микрофон был включен, потом Ну, выключен, давайте. может быть, вы... Я забыл имя. Это случайно, я не планировал. Может быть, я нажал А, случайно, простите. Ари Кришна Гритар Прабhu. Примет поклоны. Харе Кришна. Сарвати. Харе Кришна, да, мои поклоны тоже. Интересные лекции, Рад вас. хорошие сравнения приводили из разных частей Шримад Бхагаватам. Штурм разума. Хорошо обдумывать все это, как это как вопросы возникают. Я как понимаю, да, вот Шримад Бхагаватам это Амала Пурана, это Вайшнава Прия, это история вайшнавов, отношений с Кришной. И Кришна в этих отношениях дает разные наставления своим преданным. И, например, Правят он не хотел жениться, но он выступил в семейную жизнь, потому что он увидел здесь волю Кришны. И у него родился сын Уттанапада, потом его поколение Гуру Махарадж. Это очень было важно, чтобы эта история произошла. И Приаврата видел волю Кришны, он так в семейную жизнь взял на себе эту роль. Но Вайшнавы, мы знаем, что Вайшнавы выше всех укладов Тиба Випра, Тиба Ньяси, Шудра Кеннай. Вайшнавы одна цель, одна задача — удовлетворить Кришну, радовать Кришну и следовать его, как ему угодно. Например, Арджуна, тоже не хотел сражаться, но он увидел волю Кришны, и он вступил в сражение даже с своими родственниками. Или Харьяшвы, но они тоже вайшнавы, они занимали другое положение, другой пример, и они показывали другой пример. И они шли путем отречения. Но если вайшнав, Панчататва, многие его, которые в Панчататве, они тоже женаты, например, Адвайта. Грехастхи, да, были. Нитянанда Прабу, Шривас Тхакур, Да, да, были грехастхи. все они были. Интересно, да, интересно, что не, у Махараджи Приявраты он не сын Ньютанапада, это его брат. Вот. С Махараджи Приявраты там, я уже не там 10 сыновей было. И три из них стали отрешенными, а 7 островов поделил. Ну, когда он на колеснице поделил как бы на 7 островов Бумандалу, и он этим своим сыновьям отдал. Там интересно, Прабхупада пишет, что как раз про Утанападу, Утанапада и Прияврата, они были сыновья своего Мана. И Прияврата там аскезе себя посвятил, а Утанапада стал править. И у него Друва родился, и потом другие правители Вселенной, вплоть до прачетов. Вот. И там и Прабхупада пишет в комментарии в одном, что у прачетов не оказалось достойного преемника. Интересный момент, он напоминает. То есть Дакша недостойный преемник оказался. И поэтому Свайбхува Ману отправился за своим старшим сыном Приявратом.
чтобы его вернуть из медитации и поставить царем. Интересный тоже момент, напомнили мне, спасибо, что у прочетов не было достойного преемника. Вот, Дакша не настолько достойным был, чтобы возглавить царство. Харе Кришна. Хотя тоже был прародителем. Харе Кришна, спасибо. Но видите, ответ уже всплыл. Харе Кришна в обсуждении. Ну Можно да. было даже просто задать вопрос по-другому. Почему Господь в одном случае там обратился, а к Харьяшвам нет? Харьяшвам, если пришли бы Господь Брахма и все, неизвестно, как бы они тоже поступили. К ним-то никто не приходил, не говорил, что вот становитесь и останавливайтесь. Они после наставления Нарада Муни, они спокойно ушли. А в случае Да. Приавраты там уже вмешались. Вот Да, поэтому похоже, там и Нарада вопрос, там тоже. в принципе, можно поставить так. Почему в одном случае вмешались, в другом нет? Но вы сами уже ответили на этот вопрос. Почему и как. Харе Кришна. Харе Спасибо. Кришна, да, интересные очень истории Бхагават, потрясающе. Всегда есть над чем задуматься. Спасибо большое, преданные. Если нет вопросов, дополнений, тогда можно закончить. Грантара Шримад Бхагаватам ки джай, Шила Прабхупада ки джай, Jai. Гаура Примананда. Харе Гиридхари Прабху ки jai. Джай. Спасибо Гаура большое, Махарадж ки джай. Гиридхари Прабху. Спасибо. Да, Харе Кришна. Харе Поклоны, дорогие преданные. Харе Кришна. Джай Прабхупада.